სეზონის 4 უძლიერესი გუნდის ვინაობა ცნობილია. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე 3 მატჩი აშორებს. ვინ როგორ ფეხბურთს თამაშობს და ვის თვლიან მთავარ ფავორიტად? მიკელ არტეტას არსენალმა რეალი უბრალოდ გააქრო და ლუის ენრიკეს ვარჯიშებზე დამუშავებული შეტევა, რომელიც სრულცხრიანში უკვე განვიხილე და მართალი აღმოჩნდი. სრულცხრიანი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების ანალიზით დაგიბრუნდათ. ალბათ გაინტერესებთ რატომაც ვია დღეს ინტერის მაისური, იმიტომ რომ დარჩენილი 4 გუნდიდან ყველაზე მეტად ვერ ვიტან ინტერს და ყველაზე მეტად მეშინია. ამაზე უკვე მოგვიანებით გადავალ, ეხლა დრო რო არ დავკარგოთ, პირდაპირ გადავიდეთ ტაქტიკურ ანალიზზე. მოდი ჯერ დავიწყებ პირველ რიგში ასტონ ვილა პარის სენ-ჟერმენის თამაში, რაც გამოიკვეთა ლუის ენრიკეს გუნდის თამაში, ნახევარდაცვის ცენტრში ერთი ფიზიკურად ძლიერი, ცოტათი შავი სამუშაოს შემსრულებელი ნახევარმცველი აკლიათ, რომელიც განსხვავებას შექმნის თამაშში და სტილისტურად შეიტანს რაღაცა განმასხვავებელს რა მოედანზე. გარკვეულ ეტაპზე მატჩის მსვლელობისას პარის სენ-ჟერმენს ეს დასჭირდა და გამოჩნდა ეს ყველაფერი განსაკუთრებით აი მაგინმა რო აიშვა და გაიტანა და ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა ასტონ ვილას აი მაგ მონაკვეთში შეიმჩნეოდა რომ აი ცოტა ეს ვიტინია და ნევეშ და ესენი ერთი სტილის ტიპები არიან და განსხვავებული ნახევარმცველი სჭირდებოდათ რომელიც სკამზე პარის სენ-ჟერმენს არ ჰყავს. შემტევი ტრიო უკვე გამოიკვეთა პარის სენ-ჟერმენში, დუე კვარაცხელია და დემბელე შეუტევს, ბარკოლა ნელ-ნელა თადარიგში გადაინაცვლებს, ამ მატჩშიც ვიხილეთ, ეგ რომ დუე უფრო იმსახურებდა დაწყებას, ვიდრე ბრედლი ბარკოლა და კიდე რა გამოიკვეთა, მთელი გუნდი თუ ინტენსიურად არ თამაშობს და ტოტალურ ფეხბურთს ასაც ეძახიან, რაც ლივერპულთან გააკეთა პარის სენ-ჟერმენმა, მთელი გუნდი წინ, მთელი გუნდი უკან არ ჩერდებოდნენ. აი ეს არის ამ ფორმაციის პარის სენ-ჟერმენის ხელწერა და ესე რომ დადგნენ და ცოტათი მეტოქეს დაუთმონ თამაში და ასე შემდეგ არ გამოსდით რა. შეიძლება არსენალს გამოუვიდეს ეს, მადრიდის რეალს გამოუვიდეს, სხვადასხვა გუნდებს კიდე გამოსდით, გრანდებს, ინტერს მაგალითად, მაგრამ პარის სენ-ჟერმენს ეს ნაკლებად გამოსდის რა და სხვათა შორის აქაც ხელწერა შეინიშნება, არც ბარსას არ გამოსდის ესე თამაში. თუ მაქსიმალურ სიჩქარეზე არ მოქმედებენ, იქ უკვე პრობლემები ექნება და ნიშანდობლივია, რომ ლუის ენრიკეც ბარსელონას სკოლის გამოვლია და რაღაც ამ გუნდების თამაში მეტნაკლებად წააგავს ერთმანეთის თამაში. რა თქმა უნდა, ფლიკის გუნდი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ აი ეს ხასიათი ერთი აქვს ორივე გუნდს. სანამ პირველ ვიდეოზე გადავიდოდე, იქამდე შეგახსენეთ 2 წამის საქმეს სრულცხრიანის გუნდის შრომა რომ მარტივად დააფასოთ, ნუ უყურებთ ვიდეოს გამოწერის გარეშე, მიეცით subscribe-ს და აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო. კომენტარების დაწერა კი არ გეშლებათ, ნამდვილად ამაში საუკეთესოები ხართ. ეხლა რაც შეეხება პირველ ტაქტიკურ ნაწილს, ჰაკიმის გოლი მინდა განვიხილო ესე მოკლედ და აქედან იწყება უკვე ძალიან საინტერესო ნაწილი. კვარაცხელია მარჯვენა ფლანგზე ითამაშა ამ შეხვედრაში, ნუ სადღაც 1 საათზე მეტი რა. და რა შეინიშნებოდა, ძალიან ხშირად ადიოდა ჰაკიმი შეტევაში და ხვიჩა ძალიან ხშირად აზღვევდა მას. ანუ ძალიან ცოტა გარემარბს თუ ნახავთ თანამედროვე ფეხბურთში, რომელიც თავის განაპირა მცველს ამდენჯერ უკეთებს მარტინესი. ახლა მინდა მენდეშის გოლის მონაკვეთზე გადავიდე და ცოტა განსხვავებული კუთხით შეგახედოთ ამ შეტევას. ორი ვერსია მინდა შემოგთავაზოთ. აი ფილმები თუ გინახავთ, მაგალითად ეგეთი, როდესაც კონკრეტული მონაკვეთი, რაღაცა სცენარის სიუჟეტის ხდება, გვიჩვენებს რეჟისორი სხვადასხვა კუთხით, რომ დეტალები უფრო მეტად აღქმადი გამოჩნდეს რა. ეგეთ ფილმები მინახავს მე და აი ამ შემთხვევაშიც ძალიან საინტერესო იყო პირდაპირ ეთერში ყურება მატჩის, თუ როგორ გაიტანა პარის სენ-ჟერმენის გოლი. რა დავინახეთ და შემდეგ უკვე გამეორებაზე სხვადასხვა რაკურსებით ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა, რა ჰქონდა დაგეგმილი ენრიკეს თავისი ხაფანგი, რომელსაც ხშირად იყენებს და სრულცხრიანის წინა ვიდეოშიც ვახსენ ეს ერთგული მაყურებელი აუცილებლად შეამჩნევდა ამ ნაწილს. აი დავიწყოთ თავიდან. კვარა აქაც უკან არის ჩასული, ეხმარება ჰაკიმის, ამოაქვს პარის სენ-ჟერმენს ბურთი და როგორც კი აი ხვიჩა უკან იწევს და ბურთს ითხოვს, აქ მცველები გადადიან, ანუ ორ კაცს იტყუებს. ჰაკიმი, რომელიც თავიდან დაცვაში იდგა მშვიდად, უთავისუფლდება სივრცე, აი ცხენივით რომ წავიდა და კაციშვილი არ არის მისი გამკავებელი და ასე გზის გადამკეტი არა, საერთოდ, ანუ რამხელა სივრცეა დააკვირდით რა. და ყველაფერი არის აქ კვარაცხელიას დამსახურება, რომელიც ძალიან ღრმად იყო უკან ჩაწეული და შემდეგ შეტევა ვითარდება და მენდეშს გააქვს გოლი.
და დააკვირდით ან მენდეში სად არის ისევ. კვლავ არის ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე, ისევე როგორც პარიზულ შეხვედრაში იპარებოდა მენდეში და როგორ აკეთებს ახლა ამ ყველაფერს პორტუგალიელი. ქონდა ვიღაცებს მოსაზრებები, რომ ეს შემთხვევითია და ესე დაჯდა და უბრალოდ ჩაერთო შეტევაში და ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილად ვერ იქნება 3 და 4 შემთხვევა უკვე დამთხვევა. ეს უკვე კანონზომიერება არის და არის გეგმის ნაწილი და ახლა მოდი სხვა კუთხით შევხედოთ ამ შეტევას. 27 წუთზე გაიტანა პარის სენ-ჟერმენმა ეს გოლი და დააკვირდით თავიდან მენდეში თავის პოზიციაზე არის, მარცხენა მცველის სივრცეს ავსებს, ასე თქვათ იქ. არაფერი არ მოასწავებს ამ ამბავს, რაც უნდა მოხდეს რა. პრესინგს თამაშობს ასტონ ვილა, პარის სენ-ჟერმენი უკან არის ჩაწეული და ნელ-ნელა დააკვირდით. აქ ვიტინიაც ჩამოვიდა უკან. ფაბიან რუისიც უკვე უკან არის ჩაწეული ცენტრალური მცველებისკენ, კვარაც გამოჩნდა ცენტრისკენ და ამ მომენტში უცებ კაპტა მენდეში მოწყდა და კადრიდან გავიდა. ნუ აქ კადრშიც აღარ ჩანს და წინ გაიქცა ჩანს, მაგრამ რადგან პასი კეთდება უკან დონარუმაზე. უკვე და ნუ მე რაც მოხდა ნახეთ, ხო ეს ხვიჩამ უკან ჩაიწია და ასე შემდეგ რა. აი ამ მომენტში რატომ გაიქცა მენდეში თავდასხმაში ესე თავკმოგლეჯით რო იტყვიან რა. და აი დააკვირდით ახლა ფოტოს, ამჯერად განლაგება როგორია რა. აი ამ მომენტში რა გააკეთა მენდეშმა, ხვიჩა თავისი პოზიცია ტოვებს თავის პოზიციას, ჩადის უკვე სადღაც აი მარჯვენა მცველსა და საყდენს შორის ის ორი კაცი მიიზი და დემბელემ დატოვა ასევე თავისი პოზიცია ცენტრფორვარდის და გადავიდა კვარაცხელიას პოზიციაზე ფლანგზე. იქეთ ბარკოლა არის მაქსიმალურად გადაჭიმული და რა ხდება ცენტრში საერთოდ არავინ არ არის. აი ამ მანევრმა ასტონ ვილას მცველები და საყდენი ზონა აიძულა რომ მიმოფანტული იყვნენ და აი ამ ჩემტევებს ჩაყოლოდნენ და გადაყოლოდნენ ასე თქვათ რა. და მენდეში წამოვიდა ჯიგარი აი ამ ცარიელ სივრცეში შემოიჭრა, კაც შვილი არ იყვანს, იმიტომ რომ არ არის ხა მენდეში არც ხვიჩა, არც დემბელე და არც რაღაცა ჰოლანდი 9 ნომერი რა. და შემდეგ უკვე მოდის ეს ყველაფერი, არავინ არ იყვანს ისევ მენდეში და ძალიან საინტერესოა აქ მორიგი რა მაგრად ფლობს ეს კაცი ცენტრფორვარდის თვისებებს, ანუ რა, აი აქ შეტევა რომ ვითარდება, ზუსტად იცის რომ პასი მასზე წავა რა, აი აქ შეანელა, სვლა, აღარ შევიდა საჯარიმოში და მოიცადა საჯარიმოს ხაზთან, ან მისადგომებთან. უეჭველი იცოდა რომ პასი მისკენ წავიდა, არც ჰაკიმისკენ, არც ბარკოლასკენ. პასი მასთან მივიდა და ზუსტად იგივე ხდება. რასაც სიმოლოდინიც მას ჰქონდა და ნუ გადის გოლი. ეს არის ფენომენალურად დაგეგმილი ჩემი აზრით. თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი. წინა შეხვედრებშიც ვიხილეთ ეს თვალში რომ მოხვდა. და ახლა უკვე ამ თამაშში, როცა ჩანაწერს უყურებდი და სხვადასხვა რაკურსებით ვნახე, ეს არის პირდაპირ დავალება ლუის ენრიკეს და აი ეს მანევრი, ხვიჩას ახით ხო ფენომენი ყავთ, ანუ ყველგან შეულე კარშიც ჩადგება რამე და ლივერპულთან ენფილდზე ვნახეთ რომ კარშიც იდგა და ეს დემბელე და სხვა ფეხბურთელებიც რომ იცვლიან ამ პოზიციებს და მენდეში რომ ცენტრალური მცველიც არის, მარცხენა მცველიც და აგერ ცენტრფორვარდობაც შეუძლია, ძალიან დიდ პლუსს აძლევს ეს პარის სენ-ჟერმენს. განუსაზღვრელად დიდი არჩევანი აქვს ენრიკეს შეტევაში რომ სხვადასხვანაირი იერიშები დაგეგმოს. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად იყო, მინუსებიც ჰქონდა პარის სენ-ჟერმენს ამ შეხვედრაში და გოლები რო ავიღოთ, ორი გატანილი გოლი. ასტონ ვილასი აქ მაგინის გოლის შემთხვევაში, ანუ თითქმის საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო ბურთი და წითელი ხალიჩა გაუფინეს, ესე მიაცილეს საჯარიმომდე, საყდენი ზონა ჩავარდა, ნევეში მაგალითად მოსდევს ძალიან უსუსურად და მაგინი არ არის რაღაცა რონალდო მესი ან ვიღაცა მაგარი დრიბლინგის მქონე ძალიან სწრაფი ფეხბურთელი რა. სტანდარტული შოტლანდიელი მებრძოლი ტიპია რა, რომელსაც რავი ესე არ უნდა მოსდევდე და დაარტყა და რა გოლი გაიტანა ყველა ვნახეთ. აქ საყდენი ზონის პრობლემა გამოიკვეთა და უკვე ასენსიოს მომენტში როცა გადარჩა პარის სენ-ჟერმენი აქ 4-2 უნდა გამხდარიყო აუცილებლად და თავიდან ბოლომდე ასენსიოს კისერზე არის ეს როვერ გაიტანა, მაგრამ მანამდე რა და როგორ მოხდა ცენტრში დააკვირდით აქ პაუ ტორესი აკეთებს ძალიან მაგარ პასს წინ დაცვიდან და ასენსიოს ცენტრში იყვანს ვიტინია, ესპანელი წყდება წამიერად ხვდება რაც უნდა გავაკეთოს მისმა გუნდელმა და იწყებს საჯარიმოსკენ მოძრაობას და ვიტინიამ თავი დაანება აღარ ჩაყვა. აქ უკვე მარკინიოსიც ხდება თავი თამაშის დროს, ანუ ძალიან უხეს შეცდომას უშვებს. არ იყო აქ რთული ბურთი თავი თამაში და ერთ-ერთზეა რა და ამ მომენტში ანუ დონარუმას მოტყუებაც შეეძლო ასენსიოს და ოდნავ უკან რაშფორდი მორბოდა და შეიძლება და მისთვისაც დაეგორებინა მაგალითად ანუ ფეხებს შორის გატარება გადაწყვიტა და ნუ ვერ შეუსრულა ასე ვთქვათ რა. არა და ასენსიო ასეთ მომენტებს ასრულებს ხოლმე როგორც წესი და აქ ძალიან გადარჩა. არ ვიცი 3-2-ის შემდეგ 3-4 მომენტი ჰქონდა ასტონ ვილას და დონარუმას უნდა უმადლოდეს თავიდან ბოლომდე და ნუ ბოლო წუთზე ბოლო წამზე უკვე პაჩო
დაშომა მოიტანა, ეგეც სავარაუდოდ გადიოდა გამეორებაზე როგორც გამოჩნდა, მათცენის დარტყმული და მოკლედ ეს მოდუნება საკმაოდ ძვირად შეიძლებოდა დაჯდებოდა პარის სენ-ჟერმენს და სწორი დასკვნები უნდა გამოიტანონ, იმიტომ რომ არსენალის სახით გაცილებით ძლიერი მეტოქი ყავს. და ეხლა გადავალ უკვე არსენალზე და დაგანახებ თუ რატო არის ეს არსენალი ლივერპულზე და ასტონ ვილაზე გაცილებით საშიში. მივადექით უკვე მიკელ არტეტას ახალ ძალიან საინტერესო გუნდს, რომელიც წლიდან წლამდე უფრო ღვინდება, სახიფათო ხდება ჩემი სუბიექტური აზრით, ერთ-ერთი ყველაზე თუ ყველაზე სახიფათო გუნდი არა ამ სეზონში და ყველაზე მრავალფეროვანი ტაქტიკურად რო ავიღოთ დაცვას პლუს თავდასხმა და ეხლა ყველაფერს აგიხსნით, ანუ მეთოფეებს შეუძლიათ ითამაშონ ტოტალური ფეხბურთიც, ურთიერთდაზღვევა, ამოტანა, თამაშის დახურვა, კონტრპრესინგი, მაღალი პრესინგი, გრძელი პასებით ფონს გასვლა, მოკლე პასები, ყველანაირი იარაღი ნახეთ არტეტას არსენალში, არა მარტო რეალთან ორ შეხვედრაში, მანამდეც ანუ პრემიერ ლიგაშიც უბრალოდ ძალიან ტრავმიანი არის არსენალი და პრემიერ ლიგის მოგება ძალიან ბევრი თის გადალახვასთან არის დაკავშირებული, ასე ვთქვათ რა, ურთულესია და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აი უახლოეს ერთ-ორ სეზონში არსენალი პრემიერ ლიგასაც მოიგებს. ეხლა ვიდეოებს ნელ-ნელა მინდა მივყვე, რატომ არის ეს გუნდი ასეთი საინტერესო. ანჩელოტიმ პირველი თამაშის წაგების შემდეგ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა ტაქტიკა და გადავიდა 4-4-2-ზე. ლონდონში ცენტრი წააგო პირწმიდად, ანუ გადაუარა ნახევარდაცვაში არსენალმა და ნუ ზოგადად ანჩელოტი მიხვდა, რომ კროსის წასვლის შემდეგ და მოდრის კიდე რო ერთი წელი დაემატა და არ გაახალგაზრდავდა, ბელინგემით უკვე ვეღარ გადის ფონს რა. ბელინგემი კი შარშან ძალიან მაგარი იყო, კროსის წინო იდგა იქ მეოთხე ნახევარმცველად და სრულ კომფორტში იყო და წელს რომ მოუწია სიღრმეში ჩაწევა და კროსის როლის შეთავსება გამოჩნდა, რომ ასეთი მაგარი ვერ არის რა, კროსს რო შევადაროთ. და საკმაოდ უფერული სეზონი ჰქონდა და ამ შემთხვევაში 4-4-2 ეგონა კარლოს გამოსავალი. ხედავთ აქ განლაგებას. ვინისიუსი გადაწია მარცხნივ, მარჯვნივ ლუკას ვასკესი დააყენა და ფორვარდებად მბაპე, როდრიგო. ანუ ძალიან სწრაფი დუეტებით უნდოდა რომ ფლანგებიდან შეეტია რა, ეგ ვინი მბაპე, აქეთ როდრიგო ვასკესი. პლუს განაპირა მცველებად ალაბა და ვალვერდე დააყენა, შეტევაში ორივე ძალიან კაია და ეს ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ აი როგორ უპასუხა და რა დაუპირისპირა არტეტამ 3-4-1-2-რად ფორმირდებოდა საკმაოდ ხშირად არსენალის ტაქტიკა და ეს რა ქამელეონი რა რაც გინდათ ის დაარქვით რამდენჯერი შეიცვალა სახე არსენალის სქემამ და ეს ლუის კელი 18 წლის ბავშვი აკადემიიდან ამოწეული ხან მარცხენა მცველია, ხან მარცხენა ნახევარმცველია, ხან საყრდენ ზონაში შედის, ეს გვარდიოლას ინოვაცია პეპის სტუდენტი იყო, ასე ვთქვათ, არტეტა და საწყის წლებში თავის სამწვრთნელო კარიერის გვარდიოლას გამოგონილია ზოგადად მარჯვენა მცველის საყრდენ ზონაში გამოყენება და აქ ხედავთ კადრებსაც კელიც ზოგადად ბურთის ამოტანაში ეს ბრძოლის უნარიანობა და შეტევის წამოწყება, წაკითხვა საოცარი ფეხბურთელი არის ნამდვილად და თუ მეგონა რომ კალაფიორის ტრავმა დანაკლისი იყო და რა ეშველებათ მეთქი ამათ, აგერ ამ ბავშვმა საერთოდ ყველაფერი დაგვავიწყა. და ფლანგების ჩაკეტვაზე მინდა ეხლა გადავიდე უცებ ეს 4-4-2 როგორ გაუფერულა და აზრი დაუკარგა რა უცებ ანჩელოტის სქემას. რამ მალე ქმნიდნენ ხედავთ რიცხობრივ უპირატესობას ფლანგებზე. როდესაც ცდილობდნენ მადრიდელები დრიბლინგით აი ეს თავიანთი კარბორბალა რო დაიძრება და როგორც იციან ხოლმე სიტის რაც უქნეს და სხვა გუნდებს წალეკავენ ხოლმე ამ შემთხვევაში რავი 4-2-ზე, 6-3-ზე, რავი 3-1-ზე ყოველთვის ამხელა რიცხობრივ უპირატესობას იღებდნენ. რას გვეუბნება, ხო? ძალიან მარტივი პასუხია რომ მეც დარბის გუნდი გაცილებით. ის ცნობილი სტატისტიკა ხო გახსოვთ პირველი მატჩის რომ 11 კილომეტრით მეტი ირბინეს და ვერ იზამ ზოგადად ფეხბურთში ეგრეა. თუ მეტოქე შენზე მეც დარბის წარმოუდგენელია რომ დღეს გაუქაჩო რა და პარალელურად ანუ რა ხდებოდა, როდესაც არსენალი უტევდა ფლანგიდან, აგერ საკას მომენტი რო ავიღოთ მარტივად, რავი ერთი კაცი უდგას იქ ალაბა და პატარაც რომ მოძრაო ბანევრი, პაუზა დაარტყა, არა კაც შვილნახელი არ შეუშალა, არავინ დააზღვია, შემოაცილეს, აქ კურტუამ აიღო, შეიძლება გაიტანა კიდეც. რა ეს განსხვავება იყო ამ ორ გუნდს შორის, ყველგან მეტნი იყვნენ, გეგონება და ორი კაცი გაუგდესო რეალსო და რეალის ფეხბურთელები ეგრე უკან არაზღვევდნენ ერთმანეთს. თან დაცვაში დანაკლისი ჰქონდა არსენალის გასვათ რეალსაც. და საჯარიმოს მისადგომებს როგორ კეტავდნენ, მბაპე იწევდა უკან მაგალითად, ბელინგემიც უკან იწევდა
და იქ საჯაროს მისადგომებთან აქ კართან ზურგით და მოტრიალება და ამ კალიბრის ფეხბურთელებს რა შეუძლიათ ამ ზონიდან ყველამ კარგად ვიცით ეგრეთ წოდებული გინდ ზონა 14 და არ ვქვით გინდ რაც გინდათ ის უწოდეთ მაგრამ ამათაც ჭამდნენ აკრობდნენ უბრალოდ იმ წამს ვერ იცხოვრობ უპირატესობა და იძულებული იყვნენ პასი უკან ხიფათი 0 საერთოდ არანაირი საფრთხე არ ქონია დავიდრაიას ამ შეხვედრაში რაღაცა არ უნერვიულია ნამდვილად ახლა უცებ მორიგი წამიერი შეხსენება რომ დაალაიქეთ აუცილებლად დღევანდელი ვიდეო და გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი რომ ცროცხრიანს ეს შრომა დაუფასდეს და ესე მაგრად გავაგრძელოთ ყველამ ერთად. მორიგი ვიდეო უკვე გუნდური ამოტანები რა მაგრად ქონდა ასევე აქვს დახვეწილი არტეტას. არც მე ვარი ბურთის ერთია და მე რასიზამ უკვე მეორეა და არსენალს არამს და არამს 11 კაცი დრო იცავდნენ თავს. ეს იმას საერთოდ არ ნიშნავდა, რომ გუნდი შემდეგ აგრესიულ შეტევაზე არ გადავიდა. აი აქ იყო ძალიან დიდი სხვაობა. რეალს არ აძლევდნენ ფსიქოლოგიურად იმის შეგრძნების უფლებას, რომ ეს ბერნაბეუს ტრიბუნებთან ერთად რაღაცა ძალიან დიდი უპირატესობა მიიღოთ. აი თავზე დავაჯექით და ეგ არის ხალი და ჩვენია და გამოვყეტეთ. არა, 11 კაცი უკან იყო, მაგრამ ბურთს რო არტებდნენ, ეგრევე მოდიოდა კონჩეტევა. ძალიან მწვავედ, გააზრებულად და საშუალოდ 6 კაცი ამორბოდა კონტრშეტევაზე და ეს ასეთი შემტევი შემადგენლობით მოთამაშე რეალისტვის საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია და საკას გოლის მომენტში რა ძალიან საინტერესო რაღაც გამოჩნდა განსხვავება კრეატიულად შეტევებს შორის ანუ რა რამდენად მეც მოძრაობდა არსენალი და როგორ იდგნენ რეალის ფეხბურთელები უბრალოდ დააკვირდით გავს ეს მომენტები ერთმანეთს საჯარიმოს მისადგომებთან ხდება მოვლენები და ფლანგიდან დაიწყო იქაც და აქაც. და უბრალოდ აი შეხედეთ 3-4 კაცი დგას და არანაირი მანევრი, ან უკან ჩამოსვლა რო ბურთი გამოართვა და კედელი გაითამაშა, არაფერი. ჩაწოდება ხდება და გადადის კუთხურზე გააცილა რაიამ შვიდად და ანალოგიურ ვითარებაში აქეთ იგებს თავს მიკელ მერინო, საკა მარჯვენა ფლანგიდან იწყებს შეტევას, ოდეგორი და უკვე აი მისადგომებთან არის 4-5 ფეხბურთელი რა საჯარიმოს არსენალის და როგორც ცვლიან პოზიციებს მანევრირებენ ეს საკა რომელიც ფლანგზე იყო უკვე ცხრიანზე შეიპარა. იქ მერინო მომოიწია და საგოლე პასს უკეთებს და ანუ აქ კრეატივი მონდომება და დაუღალავი მოძრაობა გამოჩნდა ძალიან მარტივად აი ამ მოკლე მონაკვეთში. ძალიან დიდი სხვაობა იყო არსენალს და რეალს შორის და გარდამავალი სეზონი აქვს რეალს. ბევრი ამბობს რომ ანუ არ უნდა ჩავთვალოთ არსენალის ეს მოგება რაღაცა იმად რა რომ აი всё ლიგის ფავორიტები არიან და რეალი სუსტია და მე რა. ანუ რეალი ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი არასდროს არის. განსაკუთრებით აი ბოლო 15 წელს თუ ავიღებთ და არსენალმა ასე რო ითამაშა მარტო რეალის რთულ პირობებში ყოფნის ბრალი ნამდვილად არ არის ეგ. ნუ პრესინგში რო აჯობეს და შეჭამეს რეალი ლონდონელებმა ეგეც არ არის ახალი ამბავი და ამით ახალს ვერაფერს ვიტყვით. აქაც აჯობეს ანუ ლონდონშიც 10-0 მოუგეს ამაში და სანტიაგო ბერნაბეუზეც ანალოგიურად ხდებოდა ყველაფერი. ბურთის ამომდა აქ ეგეთ სიტუაციებში ყველაზე კარგად ჩანს რომ აქ ჩუამენია, კამავინგა თუ ბელინგემია, გინდ ფედევალვერდე ანუ არა რა, ანუ კროსი და მოდრიჩი არიან შეუცვლელები. ბაპე კი არა, ვიღაცა 8 ნომერი უნდა იყიდონ, ან 6 ნომერი ისეთი რა. ძალიან დიდი ფული უნდა გადაიხადონ ცენტრალურ ნახევარმცველში. და ანუ მარტინელის გოლი ბოლო წუთზე 93 წუთზე უფრო სწორად 2-1 გახდა აქ რა ენერგია საიდან აღმოაჩნდა ამ კაცს არ ვიცი. მარჯვენა ფლანგზე გადმოვიდა ბოლოს უკვე ტროსარის შესვლის შემდეგ მოედანზე და ჩასულია ფლანგის ცველ საზღვრებს დაცვაში დგას. და როგორც კი მერინო მიიღო ბურთი, ეგრევე მიხვდა რა უნდა ექნა და 100 მეტრი გაირბინა. ტიპა რასის სწრაფით. და ფრან გარსია თითქოს სწრაფი რო არის ფლანგის ცველი და თან ახალ შემოსული იყო, არ შეიმჩნია ისე გაცდა. არსენალი არის ძალიან სახიფათო გუნდი, თავისი პრესინგით ან პარი სენ-ჟერმენი უნდა ელოდოს დარტყმას ყველა მხრიდან. და წინა ჯერზე აი ლივერპული პარი სენ-ჟერმენზე ანალიზი როცა ჩავწერე, მქონდა მოლოდინი რომ ზონა 14-დან 1 გოლს მაინც გაუტანდა ლივერპული, 1 გაუტანა. და ახლა მგონია რომ საჰაერო ორთაბძოლების დროს სოლიდური უპირატესობა ექნება საკმაოდ არსენალს დაველოდები ამ პროგნოზის ახდენასაც რამდენად სწორი აღმოჩნდები და თუ ვინ გავა ჩემი მოგზალებული აზრით 55-45-ზე არის არსენალის სასარგებლოდ. თუმცა ეს არ არის ისეთი გადამწყვეტი უპირატესობა რომ აი всё მორჩა რა. ეგ კი არა გაცილებით მეტი ყოფილა, მაგრამ დატრიალებულად საპირისპიროდ ბორბალი საერთოდ. და ეხლა გადავიდეთ აი ამ საპირისპიროდ დატრიალებულ ბორბალზე ბარსელონა ინტერი ხვდება ერთმანეთს და ძალიან აშკარა ფავორიტად თვლიან ბარსას და კი ნუ მეც ესე მინდა რომ იყოს და გულის სიღრმეში ალბათ მაქეთკენ მივდივარ მეც, მაგრამ პრაგმატულად შევხედოთ საქმეს, ეს ინტერი არის ამ 4 გუნდს შორის ყველაზე მეტად დაბალანსებული გუნდი, ყველაზე დიდი სათადარიგოთა სკამის მქონე.
თითქმის ორი გუნდი ყავთ და ლაუტარო არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის დამტვრევის შემთხვევაშიც სიმონე ინძაგის პრაქტიკულად გაუჭირდება მის შეცვლა რა 99%. დანარჩენი სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი რო დაინტერესებს, ანუ ვერ ვიტყვით რომ აი ხა ამ აზრი არ აქვს ამათ თამაშს რა. აი მაგალითად ბაიერნი გააგდეს, ლოგიკურია, შედეგი კანონზომიერია, მაგრამ მუსიალა არ ყავდა ბაიერნს, არ ყავდა ნოიერი და არ ყავდა ალფონსო დევისი. ალფონსო დევისი რა როლის მქონე ფეხბურთელია, კი ვნახეთ შარშანაგერ რეალი კინაღამ გააგდო მარტომ რა გოლი გაუტანა. ნოიერი რო სული და გულია, ეგეც ვიცით, არ არის ზედმეტი საუბარი ნოიერზე საჭიროა. მუსიალა არის ტვინი ამ გუნდის. კაკარო იყო 2007-ში მილანში, თლადმახელა გავლენა არა აქვს, მაგრამ რაღაც მაგას გავს დაახლოებით. თავალი კრეატორი არის, თავარი დამრტყმელი ძალაა და არ ჩერდება ტიპი, ანუ ყველგან თამაშობს. და არ იყო რა ეს კაცი რა, ჩათვალეთ რომ აი ლაუტაროს გარეშე რო გამოსულიყო ინტერი რაღაც ეგეთი კალიბრის დანაკლისია. კიდე და კიდე სხვები აკდა, ანუ უპამეკანოც არ იყო, წინა თამაში კომანიც არ იყო და ასე შემდეგ და ბაიერნი და ტრამვები გაცვეთილი თემაა, ამათ ანუ ყოველთვის ვიღაცა აკლდათ, რო ვიხსენებ, ხა ლიგიდან როცა ვარდებოდნენ, თითქმის ყოველთვის ვიღაც დამტრეული იყო რა. ეს ფიზმომზადება და იქაური ეს ჯოჯოხეთური წვრთნები ცალკე საუბრის თემა არის. მაგრამ ნუ ინტერი გასულია, ძალიან სახიფათო გუნდი არის და ფინალის წაგების გამოცდილება უკვე აქვს. ვერ ვიტყვი რომ ბარსელონა რაღაცა კოლოსალურ უპირატესობას ფლობს. თან დიდი შანსია რომ პირველი მატჩი გამოტოვოს ბალდემ და რა და ბარსას ამ სეზონში არ ყავს სკამი და საერთოდ არ ყავს განაპირა მცველების შემცვლელები. ანუ კუნდესთან ბალდეს რამე რომ მოუვიდეს, ნებისმიერ ძლიერ გუნდს შეუძლია რომ იქიდან დაუგეგმოს თამაში, დაარტყას, დაბომბოს და გაწყვიტოს წელში. ხერარდ მარტინი და ფორტი და ვიღაცები როდგანან აკადემიის ბავშვები ამ დონის მატჩებში არქილევსის ქუსლია აშკარად და ბალდე ეხა დაიმტრა, სავარაუდოდ თასფინალს გამოტოვებს რეალთან და ვარაუდობენ რომ პირველ მატჩს ბარსელონაში რომელიც უნდა გაიმართოს ნახევარფინალი იქაც არ იქნება. და უკვე ძალიან საინტერესოა ინტერი როგორ გამოიყენებს ამ ნაკლს და ბარსამ რაც ქნა დორტმუნდთან. ეს იყო მეტოქის დაუფასებლობა. ლა ლიგაზე ზრუნავენ, არ ირბინეს, ხელები ჯიბებში ჰქონდათ ჩატყობილი, ლამის ისე გამოვიდნენ და საერთოდ სურვილი არ ჰქონდათ ფეხბურთის თამაშის რა და კინაღამ დასაჯა დორტმუნდმა და აი ბურთის ამოტანაში, ანუ პედრი დაასვენა რა და ბარსა დღეს ბევრი ლიდერი ყავს და გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ პედრისთან ერთად და პედრის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია. აი აქ მარტივად ვიდეო მინდა განახოთ ბურთის ამოტანის დროს პირველ ტაიმში აი ესეთი პრობლემები ექნებოდა ბარსას, ანუ ვერ მოახერხე ხა ამ თამაშს რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში არ უყურებდი გასაგებ მიზეზთა გამო, მაგრამ ჩანაწერს უყურე შემდეგ და ნუ საერთოდ არ გავდენ თავიანთ თავს რა და პედრი შემოვიდა მეორე ტაიმში და აი წყუპ ეგრევე აი ესეთ მარტივ სიტუაციაში აქ უბრალოდ თელი кайფი რაშია რომ ტიპი სად გასაგე რა ხედავთ ბურთის ამოტანის დროს და ორი პასის მე ხვდება რა მოძრაობა უნდა გააკეთოს და საით უნდა წავიდეს. სტრაფი არ არის, ფიზიკურად ძლიერი არ არის და ერთ-ერთი პლუსი აქვს ის რომ ტვინი რა წინასწარ ხვდება რომ რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგას მარჯვნივ მარცხნივ თუ საით. აქაც გადადგა და ამოიტანა ბურთი ძალიან მარტივად. ამას ვერ შვებოდნენ პედრის გარეშე და კი ბევრი ძლიერი ნახევარმცველია ბარსაში, მაგრამ ეს კაცი ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის რა. ინტერის თავარი ამოცანა ჩემი აზრით იამალის დაკეტვაზე მეტად უნდა იყოს პედრის გათიშვა. თუ პედრი თამაშიდან გამოთიშეს, გაცილებით ნაკლები პრობლემა იქნება 17 წლის იამალის ასე ვთქვათ განეიტრალება რა. ამ ფეხბურთელს აქვს კოლოსალური გავლენა თამაშზე და შემდეგ თუ დრო და ასე ვთქვათ დრო მექანა და თქვენგანაც სურვილი იქნა, ცალკე გავშლის საერთოდ გაცილებით მეტ დროს დაუთმო პედრის თამაშს. რაც შეეხება ეხა ფავორიტს და ვინ მოიგებს და ვინ გახდება ჩემპიონი და ასე შემდეგ, ანუ მე ასე დავალაგებ რა, აქაც 55-45-ზე ვიტყვი ბარსას სასარგებლოდ და არც ერთ გუნდს არ მივცემ გადამწყვეტ უპირატესობას რა. 60 უკვე ზედმეტია. 50-50-ზე თქმა მოსაწყენია და ეგეთი ბანალური რაღაცები არ მშვევია რა. ფინალი კი ბატონო, ფინალში ვინც არ უნდა იყოს ყველგან 50-50 არის, რომ ფინალი ერთ თამაშია და ყველას შეუძლია ერთ თამაში ყველა დაამარცხოს. ფეხბურთი ამიტომ არის მაგარი და არ არის კალათბურთიან რაგბი. ჩემი აზრი ეგეთი არის, აი ვინ მოიგებს ოქროს ბურთსო კიდე და თქვენი ვერსიები დაწერეთ ამ 4-იდან ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამ შემთხვევაში შემდეგ ვინ შეიძლება გახდეს ოქროს ბურთის ფლოპელი. გავედით უკვე დღევანდელი ვიდეოს ბოლოში, ტრადიციულად ლაიქი და გამოწერა არ დაიშუროთ, დააფასეთ ჩვენი შრომა, წინ ძალიან დიდი სიურპრიზები გელოდებათ და კიდევ უფრო მაღალ საფეხბურთოზე როცხიან და კიდევ უფრო საინტერესო გახდება. შეაფასეთ ჩემი დღევანდელი ანალიზი, კომენტარები გამოუშვით, რა დაგაკლათ, რა იყო კაი, ასე შემდეგ, მოკლედ რაში მეთანხმებით, არ მეთანხმებით, ბევრი კომენტარი და ბევრი ლაიქი გვინდა. გათამაშება ისევ აქ არის, თუ გინდათ რომ აი ესეთი რონალდოს რეტრო მაისურები მოიგოთ, ჩვენი პარტნიორი რეტრო სახლი, ნებისმიერი მაისური კლუბი, ნაკრები თანამედროვე ძველი სულ ერთია, მარტივი წესები დაიცავით. დღევანდელი ვიდეო ადის 3000 ლაიქზე, ეგრევე ირთვება გათამაშება იმ მომენტში და დაწერთ მარტივად კომენტარებს დღევანდელ თემასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, შემდეგ მე 3000 ლაიქის შემდეგ ავარჩევ 20 საუკეთესო თქვენგანს და 20 თქვენგანი ტრადიციულად მოიგებს
თქვენთვის სასურველ მაისურს. მოკლედ, ყველაფერი მარტივია. 3000 ლაიქზე გათამაშება ირთვება და წრუცხრიანი საკმაოდ მალე მორიგი საინტერესო თემით დაგიბრუნდებათ. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და აი ამდენი გამოწერისთვის ბოლო ვიდეოებში, როგორც მანევიურებთ, თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს ტრადიციულად და ახალ პროექტშიც კონტ შეტევა, რომელიც უკვე ძალიან მალე დაიწყება. სულ ცოტაც დარჩა იმ ახალ პროექტშიც, რომელიც ქართულ ფეხბურთს და ბავშვთა ფეხბურთს დაეთმობა, თქვენი თანადგომის ძალიან დიდი იმედი მაქვს. აბა, დიდი მადლობა ყურადღების დათმობისთვის და დროის დათმობისთვის და დროებით.